მოგესალმებით ყველას. ამ ვიდეოში პატარა აირჩი არკანის ვიდეო გვექნება. და დღევანდელი თემა არის ძალიან საინტერესო, ალბათ ყველა თქვენთაგანისთვის და შესაბამისად ძალიან ფართო მასებს დაფარავს ეს გაშლა. იმიტომ რომ გაშლა არის იმაზე, ანუ გვაქვს სამი პოზიცია თითოეულ არჩევანში და პოზიციები არის რა მოსწონს ჩემში, რა არ მოსწონს ჩემში და რის გამოსწორებას ისურვებდა ჩემში. ეს გაშლა შეიძლება ეხებოდეს ყველას, შეიძლება ეხებოდეს თქვენს შეყვარებულს, თქვენს მეუღლეს, თქვენს მშობელს, თქვენს შვილს, თანამშრომელს, მეზობელს, ვისაც გაგიხარდებათ შეგეძლოთ იმაზე გააკეთოთ. ამიტომ ასეთი უნიკალური გაშლა არის, ხშირად არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, რომ მაგალითად სამსახურში ვერ ხვდებით რა უნდა ჩვენ თანამშრომელს ჩვენგან ან ჩვენ უფროს და შესაბამისად აი ესეთი კითხვები ჩდება ხოლმე, რომ აი ნეტა რა მოწონს ახლა ჩემში, ან რა აღიზიანებს ნეტა და აი რა შეიძლება რომ გამოვასწორო. და სწორედ ამიტომ დღეს გთავაზობთ ასეთ გაშლასაც, შეგიძლიათ ნებისმიერი ადამიანი ჩაიფიქროთ, რომელსაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ რამოდენიმე ადამიანი ჩაიფიქროთ და ნახოთ რას გეტყვით კარტი. ასევე მინდა რომ შეგახსენოთ, რომ ძირითადად არჩევანის სისწორე, ანუ ამ გაშლის სისწორე დამოკიდებული არის თქვენზე და თქვენს ინტუიციაზე. მე მხოლოდ ვკითხულობ კარტებს და დანარჩენი უკვე თქვენზე იქნება დამოკიდებული. ამიტომაც მოგიწოდებთ, რომ მეტად უფრო მოდუნდეთ, მეტად უფრო რელაქსაციურ მდგომარეობაში მოექცეთ, თხოვოთ სამყაროს, რომ იყოს გამტარი ეს ვიდეო თქვენთვის და აი ესეთ ვითარებაში ნახოთ ეს ვიდეო. და ასევე მოგიწოდებთ რა გთხოვთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და მადევნებთ თვალყურს, აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ პეიჯი და ძალიან მიყვარს ხოთშერს კომენტარები დააფიქსირეთ ხოლმე თქვენი აზრი, იმიტომ რომ თქვენი კომენტარები ძალიან მეხმარება შემდგომი ვიდეოების გადაღებაში, იმიტომ რომ მე ამ ყველაფერს ვაკეთებ თქვენთვის და თუ თქვენი მიმართულება არ მექნება, ანუ თქვენი რაღაც მინიშნებები და შენიშვნები აუცდებით ხო მოთხოვნას პროდუქტი ცოტათი აცდება. ამიტომაც ძალიან მიყვარს თქვენი კომენტარები, დააკომენტარეთ რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, რა იდეები გაქვთ კიდევ გაშლების, რა გაშლებს ისურვებდით რომ გენახათ და ნებისმიერი სახის კომენტარი გამიხარდება. ეხლა კი უბრალოდ გადავიდეთ გაშლაზე, თუ არა გირჩევიათ მაშინ დააპაუზეთ ვიდეო. შეგიძლიათ ჩართოთ რელაქსაციური მუსიკა, შეგიძლიათ რამოდენიმე ადამიანი ჩაიფიქროთ, თქვათ პირველი ეს იყოს, მეორე ეს იყოს და ასე შემდეგ. მე კი უკვე გადავალ წაკითხვაზე და დავიწყოთ პირველი პოზიციიდან, სადაც ჩვენ გვაქვს და სულ ყველა არჩევანში ჩვენ გვაქვს სამი პოზიცია, რა მოსწონს ჩემში, რა არ მოსწონს ჩემში და რის გამოსწორებას ისურვებდა ჩემში. Ну, პირველი რა მოსწონს ჩემში, თქვენში მოსწონს ის, რომ ზოგადად ხართ ძალიან მართალი ადამიანი, ის რომ საჭირო ადგილას შეგიძლიათ ჩქარა მოაგვაროთ პრობლემები, ანუ ლავირების უნარი გაქვთ, სიმართლის თქმის შნო გაქვთ, ის რომ ადვილად შეგიძლიათ სიტუაცია თქვენს მხარეს მოაბრუნოთ, ისე გადაწყვიტოთ, როგორც თქვენთვის არის უკეთესი და ანუ მოქნილობა, სიმართლის თქმა, ასევე მენტალური ძლიერი მხარე, ანუ თქვენი გონების სიძლიერე შეიძლება მოწონდეს ამ ადამიანს, ის რომ მუდამ შეგიძლიათ რომ რაღაც ახალი იდეები შექმნათ, რაღაც ახალი გზები მოიძიოთ, სიახლეები შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში და ზოგადად თქვენ სამყაროში და ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს და ძალიან სიამოვნებს მას თქვენი ზუსტად ეს მხარე. რა არ მოსწონს? ამოდის არკანი მაგი, არ მოსწონს ის, რომ შესაძლებელია თქვენ გამოხატულად გქონდეთ მენტალური მხარე ძალიან აქტიური, ანუ ძალიან კარგი გონება და შესაბამისად არკანი მაგი გონება იმას, რომ თქვენი გონება შეიძლება ხანდახან ძალიან манипулаტორულადაც გამოიყენოთ, ანუ ზედმეტად მოგივიდეთ სხვა ადამიანების სივრცეში შეჭრა, სხვა ადამიანების საქმეში ჩარევა, სხვა ადამიანების ზეგავლენის მოხდენა და ზუსტად ეს შეიძლება არ მოწონდეს ადამიანს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ასევე ის რომ შეიძლება იყოს ძალიან თავნება, ანუ არ უსმენდეთ არავის და იქცეოდეთ ისე როგორც თქვენ თავად გსურთ და ესეც შეიძლება აღიზიანებდეს მოცემულ ადამიანს. რას ისურვებდა თქვენში რომ ენახა, ანუ რა მხარე იქნებოდა მისთვის სასურველი რომ თქვენში დაენახა.
და რაინდ ყავს ჩვენ კვერთხების, რაც მას ნიშნავს, რომ თავიდან დავიწყოთ იმით, რომ ძალიან კარგი მენტალური მხარე გაქვთ, ხო? რაც ძალიან მოსწონს. თუმცა შესაძლოა იყოს ზარმაცი თავნება და ეს ყველანაირი თქვენი გონების დადებითი მხარეები, რაც გაქვთ მოფიქრებულობა, კრეატიულობა, ანალიტიკა და ასე შემდეგ, ქმედებაში შეიძლება ნაკლებად გადაყავდეთ, იმიტომ რომ უბრალოდ გეზარებოდეთ, ან არ ვიცი, თავი არ გქონდეთ, ან არ გინდოდეთ, ან ასე შემდეგ, ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ადამიანი თქვენში ძალიან დააფასებდა იმას, თუ თქვენს გონებრივ მონაცემებს გადაზრდიდით უკვე ქმედებაში, თუ იქნებოდეთ მეტად აქტიურები და აი ამ ყველაფერს, რაც იდეები, რაც გაწუხებთ, ეს იდეოლოგია, რაც თქვენ გაქვთ, ამ ყველაფერს საქმით დაანახებდით და არა ლაპარაკით. და არა თქვათ მენტალური გონებით, არა რაღაცა კარგი კრეატიული იდეებით, ეს ისეც იცის, რომ გაქვთ და ისეც ამის ყველაფერს აფასებს, მაგრამ ეხლა დაანახეთ საქმეში. თუნდაც ამის მიასედი, რაც თქვენ გაქვთ გონებაში, მაგრამ აუცილებლად უნდა გარდასახოთ საქმეში. ოპერატიულობა უნდა რომ დაინახოს ამ ადამიანმა თქვენში, სხარტობა, ესეთი სწრაფი მოქმედების უნარი, ლავირების უნარი და მოკლედ ის ყველაფერი რაც გაქვთ, როგორც ჩანს თქვენ სრულად არ გამოხარჯავთ თქვენ პოტენციალს და ხანდახან გეზარებათ ხოლმე. ამიტომაც ეცადეთ რომ იყოთ მეტად აქტიურები და ნაკლები იფიქროთ, იმიტომ რომ კრეატიულობისთვის და მოფიქრებულობისთვის უკვე გაქვთ ქულები ამ ადამიანთან და ეხლა ეცადეთ რომ საქმეშიც დაიმსახუროთ მისი წყალობა და მისი კეთილგანწყობა. ძალიან საინტერესო გაშლა ხოთშორს სამ არკანში საკმაოდ კარგად დაჯდა სიტუაცია. ნახოთ შემდეგი არჩევანი, ანუ მეორე, რა მოსწონს ადამიანს თქვენში, რა არ მოსწონს ადამიანს თქვენში და რის ნახვას ისურვებდა ეს ადამიანი თქვენში. პირველ რიგში რა მოსწონს აქ ამოგვდის არკანის სამყარო, შესაბამისად აქ ახლა ძალიან ბევრი შეიძლება ითქვას, მოსწონს ის, რომ ფართოდ ხართ განვითარებული, ფართოდ აზროვნებთ, ფართოდ ჭრილში. მოსწონს ის, რომ შეიძლება ადვილად იღებთ ინფორმაციებს, ადვილად აფართოვებთ თქვენს შემეცნებას, თქვენს ცოდნას, თქვენს არეალს, ადვილად გადიხართ სოციუმში. ფართოდ ასე ვთქვათ, განათლებული შეიძლება იყოთ, შეიძლება ძალიან ღრმა პიროვნული თვისებები გქონდეთ, რასაც ეს ადამიანი თქვენში ვერ წურავს და მუდამ აინტერესებს და აინტერესებს. ანუ მრავალმხრივ განვითარებულობა მოსწონს ამ ადამიანს თქვენში ძირითადად. ეს მრავალმხრივ განვითარებულობა ვიღაცისთვის ახლა იქნება გონებრივი, ვიღაცისთვის მატერიალური და ასე შემდეგ, ხო? ან პროფესიული, თუნდაც თუ მაგალითად სამსახურზე არის კითხვა. რა არ მოსწონს ამ ადამიანს თქვენში, ამოდის პენტაკლების დედოფალი და შეიძლება ვთქვას, რომ შეიძლება არ მოწონს ამ ადამიანს თქვენი ზედმეტი მატერიალისტობა, შეიძლება არ მოსწონს ზედმეტად სკულპტუროზურობა, ზედმეტად მოწესრიგებულობა, ზედმეტად არ ვიცი, ყველაფერი თავის ადგილზე რომ არის და არანაირი რხევები არ არის. ანუ ცოტა ვიწრო ჭრილში მატერიალური ანალიზი და ზედმეტად მატერიალიზება ყოველივესი, იმიტომ რომ ნახეთ თქვენში მოწონს აი ეს უკიდეგანო შინაგანი სამყარო, რისი პოტენციალის და სიღრმეს თქვენ გაქვთ, მაგრამ შეიძლება გამოვლენაში თქვენ ძალიან მატერიალურად ავლენდეთ თავს, ანუ საკმაოდ მიწიერად და არა რაღაცა ჰაეროვნად. ანუ შესაძლებელია მას მეტი მრავალწახნაგობა ჭირდება თქვენგან სუფთა გამოვლინებაში, ანუ თქვენს ქმედებებში და ზოგადად თქვენთან ურთიერთობებში. თან თქვენ ამის პოტენციალი გაქვთ, იმიტომ რომ თქვენში ის უბრალოდ არ ვიცი გაქვთ თუ არა, წესით უნდა გქონდეთ რახან ესა და თქვენს მიერ შეფიქრებული ადამიანი ამას ხედავს. ესეთ უნდა გქონდეთ თქვენ ეს პოტენციალი. შესაბამისად, ეცადეთ რომ აი როგორი შინაგანი სამყაროც გაქვთ მრავალწახნაგოვანი, ზუსტად ესე მრავალ ფუნქციურად გამოვლინდეთ. თუ მაგალითად ეს არ ეხება ოჯახს, ან მაგალითად არის თქვენი მეუღლე, მაშინ თქვენს მეუღლეს ჭირდება მეტად უფრო ჰაეროვნება ურთიერთობებში. თქვენ ძალიან შეიძლება ტრიალებდეთ მატერიალური საკითხების გარშემო, მატერიალური ყოფის გარშემო და ჭირდება მეტი გასაქანი, მეტი ილუზია, მეტი ფანტაზია, მეტი გახსნილობა, რაღაცა სპონტანურობა.
აი ამასთან დაკავშირებით შეიძლება იყოს საკითხი. თუ მაგალითად ეს ეხება თქვენ მშობელს, მაშინ შეიძლება იყოს ის, რომ თქვენი მშობელი რაღაცა პოტენციალს ხედავს თქვენში, რაღაც ან საქმიანს, ან ასე შემდეგ და თქვენ ამას არავლებთ და ვლინდებით მხოლოდ ერთი რაღაცა პროფესიით ან ერთი ნიშით, ხო? ყველასთვის სხვადასხვა რაღაც იქნება, თუმცა იმედია რომ გასაგებია. რას ისურვებდა რომ ენახა რისი განვითარება თქვენში და რა ცვლილებას ისურვებდა ეს ადამიანი რომ ენახა თქვენში. ეს არის დაკავშირებული იძულებით გადაადგილებასთან შესაბამისად თუ მშობელია, მაშინ მისი სურვილი იქნება რომ თქვენ ცალკე დამოუკიდებლად იცხოვროთ სავარაუდოდ, ან ზოგისთვის შეიძლება პირიქით, ვინც ცალკე ცხოვრობს იყოს რომ მასთან ერთად, ანუ დაბრუნდეთ და მასთან ერთად იყოთ, თუმცა მაინც უფრო გზა არის იქით, ანუ განვითარებისკენ, ხო? შეიძლება უნდადეს ადამიანს რომ თქვენს მომავალ საზღვარგარეთ უფრო ხედავდეს. ან და შესაძლებელია თუ ეს ეხება პირად პარტნიორს, მაშინ განვითარებაში რა უნდა რომ დაინახოს, შეიძლება უბრალოდ მეტად უფრო ესეთი თავისუფალი ლავირებადი თქვენგან ცოტა დამოუკიდებელი ცხოვრება უნდა თქვენთან ერთად, ანუ მეტი პირადი სივრცე შეიძლება მას სჭირდებოდეს. ან შეიძლება თქვენთან ერთად მოგზაურობა სურდეს, თუმცა მაინც ეს იძულებით გადაადგილებასთან არის დაკავშირებული ეს არკანი და ზოგად ჭრილში მაინც უმრავლესობა თქვენთაგანისთვის იქნება რომ ამ ადამიანს სურს თქვენთან მიმართებაში მეტი პირადი სივრცე, მეტი დამოუკიდებლობა, მეტი რაღაცა გასაქანი რომ გქონდეს. რა თქმა უნდა, ყოველთვის სხვადასხვანაირად ხდება. ასევე რა შეიძლება კიდე ეს არკანი ნიშნავდეს, რისი დანახვა სურს ადამიანს თქვენში. შესაძლებელია კიდევ ასეთი რამეც იყოს, რომ სურს ადამიანს დაინახოს თქვენში, რახანაკ მატერიალური მხარე უფრო ხაზგასმით აჩვენა, რაც თქვენში არ მოსწონს ამ ადამიანს. შეიძლება ეს არკანი ამბობდეს იმას ასევე, რომ თქვენში კარგი იქნება რომ დაინახათ და უნდა რომ დაინახოს ის, რომ რაღაცები ადვილად დათმოთ მაგალითად. რაღაცაც საკითხები ადვილად დაასრულოთ ცხოვრებაში, რასაც ვერ ასრულებთ და რაღაც ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. გარკვეული განვითარების ხილვა სურს თქვენში, შესაბამისად წარსულის რაღაც მომენტებზე მოწყვეტა და სამომავლოდ თქვენი განვითარება. აი ესეც შეიძლება იყოს ამ არკანის არსი. საკმაოდ საინტერესო გაშლა გამოვიდა მეორე არჩევანიც და ვნახოთ მესამე არჩევანი რას გვიქადის. რა მოსწონს ადამიანს თქვენში? რა შესაძლოა რომ არ მოსწონდეს ადამიანს თქვენში და რის ნახვას რა ცვლილებას ისურვებდა რომ ენახა თქვენში. რა მოსწონს ადამიანს თქვენში და აქ გვაქვს იმპერატორი ქალი, რაც რეალურად ასახავს იმას, რომ მოსწონს თქვენი ზოგადად პიროვნება, ასე ვიტყოდი, თქვენი ორიენტირებულობა ცხოვრებაში, თქვენი კომფორტულობა, თქვენი შემგუებლობა სხვადასხვა სიტუაციების მიმართ და ადაპტირებულობა. ბარაკა ის რომ მუდამ მშვიდად შეიძლება იყოთ, ის რომ შეიძლება ხართ მზრუნველი ძალიან. შეგიძლიათ ძალიან კარგად თქვათ ფსიქოლოგიური დამშვიდება ადამიანის, ძალიან კარგი რჩევის მიცემა, მზრუნველობა, აი ეს რაღაცა ძალიან მზრუნველობით ამოვსება იმ დანაკლისისა, რაც შეიძლება ამ ადამიანს გქონდეს ზოგადად ცხოვრებაში. აი ეს რაღაცა დედური ემოციებიც მოდის, ანუ რაღაცა ის დედის მზრუნველობასთანაც შეიძლება იყოს დაკავშირებული. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს ამ ადამიანს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ძალიან მზრუნველი ხართ და ძალიან ყურადღებიანი ხართ და ეს ძალიან მოსაწონია ამ ადამიანისთვის. რა არ მოწონს ამ ადამიანს თქვენში, ან რა მოსწონს ნაკლებად, შეიძლება ითქვას. ეს არის სამიანი პენტაკლი, რვიანი პენტაკლი. რვიან პენტაკლში რა ხდება? ჩვენ გვაქვს დაუღალავი შრომა, ხო? შეიძლება ამ ადამიანს არ მოსწონს ის, რომ აი თუნდაც იმპერატორი ქალიც და პენტაკლების რვიანიც არის საკმაოდ მიწის მატარებელი, მიწის ენერგიის მატარებელი არკანები და რას ისურვებდა, რომ თქვენში ნახა ამოგვდის ჩვენ წყალი, ანუ უფრო ემოციონალურობა. ანუ შესაძლებელია ასეთი რაღაცა, რომ
თქვენ ხართ შინაგანად ძალიან კრეატიული ადამიანი, იმპერატორი ქალის ქვეშ ცალსახად ძალიან კრეატიული უნდა იყოთ და შესაძლებელია რომ ძალიან რუტინულ შრომაში ვლინდებოდეთ. ანუ მაგალითად ძალიან მიწერი საკითხები გქონდეთ ცხოვრებაში სამუშაო. შეიძლება ასევე მუშაობდეთ ძალიან რუტინულ სამსახურში. შეიძლება ძალიან მატერიალურად გქონდეთ აწყობილი ცხოვრება, ანუ ყოველი დღის რუტინა და სწორედ აი ეს შეიძლება არ მოსწონდეს მას, იმიტომ რომ თქვენში ხედავს პოტენციალს, იმიტომ რომ რას ისურვებდა თქვენში რო ენახა. არის პრინცესა, ანუ იგივე პაჟი თასების, რაც მას ნიშნავს, რომ ისურვებდა მეტ კრეატიულობას, მეტ ემოციურობას. შესაძლებელია მეტ გამოხატვას ამ თქვენს პოტენციალისა, ამ თქვენ მზრუნველობისა, უფრო სიტყვაში, ალერში, ემოციაში, იმიტომ რომ თქვენ შეიძლება ხართ მზრუნველი, იმპერატორი ქალის ქვეშ ცალსახად ხართ მზრუნველი, მაგრამ შესაძლებელია ამას მატერიალურად გამოხატავთ. ანუ მაგალითად საჩუქრის სახით, რაღაცა მოვლის სახით და ასე შემდეგ. თუმცა ემოციონალური პოტენციალი ძალიან დიდი გაქვთ და შეიძლება ის ფიქრობს, რომ ძალიან კარგი იქნება თუ სიტყვიერად გამოხატავთ საკუთარ თავს, თქვენს მზრუნველობას, თქვენს სიყვარულს, თქვენს დამოკიდებულებას, მეტს უფრო კომპლიმენტს ეტყვით, მეტ დადებით რაღაცას სიტყვას ეტყვით და აი ეს მომენტი შეიძლება მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და გულზე მართლა მალამოდ მოედოს ამ ადამიანს. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ეს პოტენციალი, ანუ ეს კრეატიულობის პოტენციალი თქვენ გაქვთ, უბრალოდ შეიძლება რომ მარტო რაღაცა ქმედებებში, მატერიალურ ქმედებებში გამოხატავდეთ და არ გამოხატავდეთ უფრო კრეატიულობაში, უფრო ემოციურობაში, ანუ მეტად უნდა ამ ადამიანს რომ თქვენ თავს გამოხატავდეთ ემოციურად. კრეატიულად, შემოქმედებითად, შესაბამისად ეცადეთ რომ თქვენი ეს მატერიალური ყოფა და მატერიალური ფორმა მზრუნველობისა გარდასახოთ უფრო სპონტანურ, უფრო კრეატიულ ქმედებებში, რომელიც ამ ადამიანისგან ძალიან დაფასებული და ძალიან შემჩნევადი დარჩება დამიჯერეთ, ამიტომ აუცილებლად ცადეთ ამ ადამიანთან ცოტა სპონტანურობა და ცოტათი ემოციებში მეტად გახსნილობა და მეტი, ასე ვთქვათ, სისათუთე და ქალური ენერგიების გამოვლენა თქვენში. ძალიან საინტერესო, საერთოდ ძალიან საინტერესო გაშლა, ჯერ 3 პუნქტი გავიარეთ და უკვე სამივე ძალიან საინტერესო იყო. ნახოთ მეოთხე არჩევანი, რა მოსწონს თქვენში, რა შეიძლება აღიზარდეს არ მოსწონდეს თქვენში და რისი გამოსწორებას ისურვებდა რომ ენახა თქვენში. Ну, პირველი დავიწყოთ იმით, რომ მოდის კვერთხების ტუზი. კვერთხების ტუზი, ანუ რა მოსწონს თქვენში, ეს არის თქვენი ენერგიულობა, თქვენი ცოცხლოვანი ენერგია, თქვენი შემართება საქმის მიმართ, თქვენი ხარტობა, თქვენი ეს ენერგეტიკა, რომელიც არის ძალიან იმპულსური, ძალიან ცოცხლოვანი, ძალიან აქტიური და მზაობა იმისა, რომ ყველაფრისთვის თქვენ ხართ მზად. ანუ მაგალითად აქ გულისხმობ რაღაცა იდეა შემოვიდა, თქვენ მზად ხართ ამის შესასრულებლად. ანუ თქვენი მზაობა, თქვენი აქტიურობა, თქვენი ენერგეტიკა, თქვენი მომზადებულობა, სისხარტყე, როგორც გონების, ასევე ქმედებებში და ასე შემდეგ. მოკლედ, ასე ვთქვათ, აი ეს იმპულსური ემოციები, იმპულსური ქმედებები და ყოველი ეს ნაბიჯი ძალიან შეიძლება მოწონდეს თქვენში. ასევე კვერთხების ტურში აქ ჩვენ გვაქვს შეიძლება მოწონდეს თქვენი ქარიზმა. იმიტომ რომ აი ამ ორი არკანიდან შემიძლია ვისაუბრო, რომ ქარიზმატულიც ხართ საკმაოდ. მოწონს თქვენი ენერგეტიკა, თქვენი ქარიზმა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რაღაც ანათებ, ძალიან დადებითი აურა გაქვთ, ანუ რო ამბობენ ხოლმე, რომ აი ძალიან კარგი აურა აქვს, რომ ხედავ, კარგად ხვდები. აი ზუსტად შეიძლება ეს მოწონდეს მას თქვენში, იმიტომ რომ ძალიან კარგად მოქმედებთ მასზე. ეხლა გადავიდეთ რა არ მოწონთ და ძირითადად ეს ორი არკანი ძალიან საინტერესოდ გუჯდება ერთად, იმიტომ რომ როგორც წესი კვერთხების ტუზის გამოვლინება ძალიან ხშირად არის ხოლმე ასე ვთქვათ 6-იან კვერთხებში, როგორც სიამაყის გამოვლინება. ანუ შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ კი ხართ კრეატიულები, ხართ აქტიურები, ხართ ასეთი შემოქმედებითი ენერგიის პატრონი, მაგრამ შეიძლება რომ აი ამ შემოქმედებითობაში თქვენ ზედმეტად ითხოვდეთ დაფასებას, ყურადღებას, შექებას, ტაშის ყრას და ასე ვთქვათ ასპარეზზე, ესე ცხენზე ამხედრებულ პოზაში ყოფნა, სადაც ტაში უნდა დაგიკრან და სადაც უნდა გაღიარონ. ცოტა ეს არკანი 6-იანი კვერთხი ნიშნავს ასევე ცოტა დაუმსახურებელ
წარმეტებასაც. ანუ მაგალითად გულისხმობ იმას, რომ შეიძლება ერთი პატარა ნაბიჯი გადადგით, დანარჩენი საქმის ნაწილი სხვა 10 ადამიანმა გააკეთა, ტაში შეგხვდათ თქვენ, მაგრამ თქვენ ძალიან შეიფერებთ ამას, რომ კი, მე გავაკეთა, კი, ჩემი დამსახურება. ანუ ზედმეტი, ასე ვთქვათ, თქვენი დაფასება სიტყვიერი და არასიტყვიერი თქვენ ძალიან მოგწონთ და ასე ვთქვათ გახარებთ. ამიტომაც ეს მას შეიძლება ცოტა აღიზიანებდეს, იმიტომ რომ კი, ნამდვილად გაქვთ შემოქმედებითი ენერგია და კვერთხების ტურში შემიძლია მხოლოდ ძალიან დიდ პოტენციალზე ვისაუბრო აი ამ შემოქმედებითობის. მაგრამ აი ამ თქვენ შემოქმედებითობას ეს უარყოფითი მხარე აქვს, რომ გინდათ რომ იყოთ მუდამ დაფასებული და მუდამ ასე ვთქვათ ტაშის კვრის ქვეშ და ასეთი ამხედრებული რაშზე და საამაყო და ნუ არ ვიცი, აი ეს მომენტი ცოტა შეიძლება აღიზიანებდეს ამ ადამიანს, იმიტომ რომ რეალურად თქვენში ხედავს ამ პოტენციალს, მაგრამ ამ პოტენციალს შეიძლება არასწორად მიმართავდეთ და არასწორად იყენებდეთ და რაღაცებს იმიტომ აკეთებდეთ, რომ უბრალოდ ვიღაცამ გაღიაროთ და ვიღაცამ თქვას, რომ არა მაგარი ტიპია და არა იმიტომ რომ რეალურად თქვენ ეს გინდათ და რეალურად შინაგანად რაღაცა მოტივი და რაღაცა უფრო სათუთი ძალა გამოძრავებდეთ. რას ისურვებდა თქვენში რომ შეეცვალა? ჩვენ გვაქვს ცხრიანი ხმალი და ცხრიან ხმალში შემიძლია ვისაუბრო იმაზე, რომ შეიძლება იყოს ზედმეტად ემოციური, ზედმეტად პესიმისტი, ან ზედმეტად არამყარი თქვენს ემოციებში და შეიძლება არ მოსწონდეს ის, რომ მაგალითად ხშირად გეცვლებოდეთ ხასიათი და პატარა რაღაცა წრულმანზე შეიძლება ვარდებოდეთ უცებ ვაიმე რა მეშველება, ვაიმე რა გავაკეთო, ეს როგორ დამემართა, ის როგორ მოხდა და ისურვებდა რომ ნაკლებად, ასე ვთქვათ, პათეტური იყოთ, ნაკლებად ნეგატივისკენ მიდრეკილი და მეტად უფრო იყოთ ოპტიმისტი, მეტად უფრო მშვიდი, მეტად უფრო სტაბილური და არა ესეთი ემოციონალური და არამყარი და ასეთი ჭყალებში ვიტყვი პანიკიორი, ახლა ზოგი თქვენთაგანი მართლა იქნება პანიკიორი, ზოგი არა, მაგრამ ნუ გაშლებში ზოგადად ცოტა უნდა გავაბუქო ხოლმე, რომ სწორად მიხვდეთ იდეას, რომელიც მინდა ხოლმე რომ მოვიტანო. ამიტომ რა თქმა უნდა, აქ სიხშირეები სხვადასხვა იქნება. ზოგი ნაკლებად იქნება, ზოგი მეტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თქვენი ეს ემოციონალური ხარის რაღაცა გამინუსება ამ ადამიანს არ მოსწონს და ისურვებდა რომ ენახა თქვენში მეტი პოზიტივი და მეტი ოპტიმიზმი. ძალიან საინტერესოა ესეც და ნახოთ მეხუთე პოზიცია, ვინც ერჩეთ მეხუთე პოზიცია, რა მოსწონს ადამიანს თქვენში. რა არ მოსწონს, ან შესწვლა არ მოსწონდეს, ან ნაკლებად მოსწონდეს ადამიანს თქვენში და რის გამოსწორებას ისურვებდა და რა უნდა რომ ზოგადად ნახოს გამოჯობესებული თქვენს თავში. Ну, დავიწყოთ იქიდან რა მოსწონს ადამიანს თქვენში. მოსწონს ის, რომ ну 7-დან თასი ზოგადად გვესაუბრება იმაზე, რომ პოტენციალი ადამიანს აქვს დიდი, შემოქმედებითობა მას აქვს დიდი, ემოციონალური მხარე არის დიდი, ну შესაბამისად შემოქმედებითობა და ემოციონალურობა ძალიან კრეატიულობასაც რა თქმა უნდა იწვევს. თუმცა ამერიკანის მინუსი არის ის, რომ ხშირად რთული არჩევანის გაკეთება. ანუ ამ ადამიანს თქვენში მოსწონს ის, რომ ბევრი რამის პოტენციალი გაქვთ. მაგალითად, შეიძლება იყოს ნიჭიერი, არ ვიცი, თქვათ, ხატვაში, ფიზიკაში, მათემატიკაში და არ ვიცი, რაღაცა Excel-ის ცხრილების შედგენაში, მაგალითად. ანუ საკმაოდ ბევრ პოტენციალს ხედავს თქვენში, თუმცა ეს ბევრი პოტენციალი შეიძლება არ იყოს გაღვივებული ყველაფერი, არ იყოს გამოვლენილი. მაგრამ ნუ მოსწონს ის, რომ მრავალ მხრივ განვითარებული შეიძლება იყოს სამყარო, შეიძლება ძალიან ფართო ჭრილში უყურებდეთ. შეიძლება ძალიან შინაგანი სიღრმე გაქვთ, რომ შეგიძლიათ რაღაცებზე უბრალოდ ეს როგორც ეს ადამიანი აგზის, ჩამოჯდეთ, დაფიქრდეთ, იფიქროთ რაღაცა იაზროვნოთ სამყაროს შესახებ რაღაცებზე, მოგივიდეთ ახალი აზრები, იყოთ უფრო კრეატიულები, აი ეს იმპულსები ძალიან მოსწონს ადამიანს და ძალიან თაფლად ედება, ასე თქვა, თქვენი ფანტაზიორობა, თქვენი იდეოლოგია, თქვენი ემოციონალურობა, თქვენი აი ეს სამყაროსეული გახსნილობა, რომ რეალურად რაც თქვენ გონებაში ხდება სამყარო, თქვენ ამას გაწუდეთ ამ არჩევანს ავტომატურად გიკეთებთ ცხოვრებაში და რეალურად საკმაოდ ასე ვთქვათ ფესვებით გაქვთ გადგმული თქვენი პიროვნება ამ სამყაროში, იმიტომ რომ ძალიან მრავალკუთხოვანი ადამიანი შესწვლა რო იყოთ, რაც ძალიან მოსწონს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს. რა არ მოსწონს თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენში?
ეს არის, ნუ 6-იანი პენტაკლი არის ზოგადად რაღაცის განახევრებულობა. ანუ პირდაპირ მშობლად თუ ვისაუბრებთ და რა არ მოსწონს ამ ადამიანს თქვენში, რომ შეიძლება მაგალითად იყოთ ცოტა ასევე ამ არკანის ქვეშ მიმდინარეობს სამართლიანობის შეგრძნება. შეიძლება იყოს ცოტა უსამართლო. ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანი შეიძლება ხედავდეს, რომ შეიძლება ცოტა უსამართლობას ჰქონდეს ადგილი. შეიძლება არ მოსწონს ის, რომ ნაკლებ დროს უთმობთ, ნაკლებ ყურადღებას უთმობთ ვიღაცასა და ვიღაცას შორის იჭრებით და ვერ აბალანსებთ ყურადღებას ან ზრუნვას ან რაღაც დადებით ემოციების გაზიარებას მხოლოდ ამ ადამიანისთვის და ეს ცოტა შეიძლება მისთვის იყოს გამაღიზიანებელი, რაღაცა ნახევრად ხართ თითქოს მასთან. ეს შეიძლება ძალიან ბევრ ამას ეხებოდეს, შეიძლება ნახევრად მასთან ხართ, ნახევრად სხვა ადამიანთან, ან ნახევრად მასთან, ნახევრად საქმეში, ან გონება სხვა რაღაცაზე გაქვთ გადართული. მოკლედ, ამ ადამიანს ცოტა აღიზიანებს ის, რომ გამომდინარე იქიდან, რომ აქ ამოგვიდა უფრო ფანტაზიურობის არკანი, ხო? შეიძლება მასთან ურთიერთობაში და ზოგადად ყოფაში ძალიან მოწყვეტილი იყოთ რაღაცა რეალობას და ვაფშე საერთოდ ნახევრად სხვაგან იყოთ, სხვა სივრცეში იყოთ. და ეს შეიძლება რეალურად აღიზიანებდეს ამ ადამიანს. და ნახოთ რას ისურვებდა რომ ენახა რისი გამოსწორება ენახა თქვენში, თქვენს პიროვნებაში. ისურვებდა რომ ნაკლებად იყოთ გულჩათხრობილი, შეიძლება ზედმეტად გულჩათხრობილი ხართ და ნაკლებად იყოთ ეს არკანი ასევე არის დაკავშირებული უცებრო ფეთდება ხოლმე ადამიანი, აი ამასთან, ანუ ნერვიულობასთან კი არა, აი უცებრო დავფეთდებით ხოლმე და ვაიმე უცებ ესეთი შეგრძნებები რომ მოგდეს. შეიძლება აი ესეთი მიდრეკილება გაქვთ და ზუსტად თქვენში მეტ სიმშვიდეს ისურვებდა, მეტ პოზიტიურობას, მეტ ოპტიმიზმს, იმიტომ რომ ეს არკანი დაკავშირებულია გულის ტყვეტასთან, ასევე ეს არკანი სხვათა შორის დაკავშირებულია გაბუქებასთან სიტუაციების და შეიძლება თქვენ ზედმეტად აბუქებთ რაღაცებს და უფრო სიმარტივე სურს რომ თქვენში დაინახოს მეტი ბუნებრიობა, მეტი რეალისტურობა და არა რაღაცა გაბუქება სიტუაციების. აი ეს რეალურად ძალიან კარგი იქნებოდა თუ გამოასწორებდით ამ საკითხს, იმიტომ რომ მეტად უფრო ახლოს იქნებოდით ამ ადამიანთან და მეტად უფრო ბუნებრივი იქნებოდით, შესაბამისად მასთან ურთიერთობაც იქნებოდა მეტად უფრო სასიამოვნო და მეტად უფრო საინტერესო. მადლობა ყველას ყურებისთვის, იმედია რომ საინტერესო გაშლა შემოგთავაზოთ და აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში, ვისთვის რამდენად შეიძლება შეესაბამებოდეს ეს ყველაფერი თქვენთვის რეალობას და რა, ასე ვთქვათ, სინთეზი მოხდა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ ადამიანებთან. ძალიან საინტერესოა ხოლმე თქვენი კომენტარები. ყოველთვის ვკითხულობ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყურებისთვის.